ის მანძილზე ხა ჩვენ საერთო მონაცემები ცოტა ხანში გვექნება, მაგრამ რაც ნახე ერთი შეხედვით დარღვევები წინა წლებთან შედარებით, სადაც გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა არის, ციფრები შეცვლილია, მე ვერ ვიტყვი რომ შემცირებულია ამ დარღვევების რაოდენობა, თუ დარღვევებში მე ვგულისხმობ, როდესაც მომხმარებელთან კომპანიამ აღმოაჩინა დანადგარი, თქვათ არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ან ქსელთან დაკავშირებული დარღვევები და ცალკეულ შემთხვევაში ისინი ჩახსნან და ცალკეულ შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყვეტა მიწოდება. ეხლა რა რისკებს შეიცავს ეს ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ მე და სად არის მომეტებული საფრთხე. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ მომეტებული საფრთხე ორი მიმართულებით აგვაქვს აქ. ერთი არის, როდესაც არასწორად დაყენებულმა დანადგარმა გაჟონვა შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში გაჟონვა თუ სახში მომხმარებელი იმყოფება სუნის საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა თუ დახურულ სივრცეში არის და შემდეგ უკვე მომხმარებელი ამ სივრცეში შედის და დაგროვებულია, ეს იწვევს აფეთქებას. ანუ ეს არის ერთი შემთხვევა. მეორე, როდესაც უკვე დანადგარია, ეს ის შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა შეიძლება დანადგარი დატოვოს ჩართულ მდგომარეობაში შემთხვევით, ან მიწოდება და შეწყვეტა აღდგეს და ამანაც შეიძლება გამოიწვიოს, ან რაღაცა ქსელი იყოს არასწორად თქვათ მონტაჟი და იქიდან ჟონავდეს ან თქვათ იქ გადაბმის ადგილზე თქვათ და ასე ბევრი ასეთ შემთხვევა შეიძლება იყოს. მეორე გვაქვს, როდესაც ხდება არასწორად დამონტაჟებული დანადგარის, ანუ ღია წვის და დახურული წვის კამერები, როდესაც არასწორად არის დანადგარი დამონტაჟებული, ასეთი დანადგარის შედეგად ხდება თვითონ დახურულ სივრცეში ჟანგბადის, ასე ვთქვათ, გამოლევა, CO2-ის დაგროვება და ეს უკვე იწვევს ადამიანის გარდაცვალებას ან ძალიან ცუდ მოწამვლას ცალკეულ შემთხვევაში. ანუ ორივე შემთხვევა საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და მომხმარებლებისგან საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. თუ წინა წლებთან შედარებით ჩვენ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით მკითხეთ ახლა მე თქვენ მინდა გითხრათ, რომ ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. მინდა მოუწოდოთ თითოეულ მომხმარებელს, რომ არ დატოვონ უყურადღებოთ ის თემა, რომ წლების მანძილზე ეს დანადგარი მათ შეიძლება ემსახურებოდა ნორმალურად, მაგრამ რისკს და საფრთხეს შემცველობას ეს თავიდან ბოლომდე გეტყვით, რომ არ გამორიცხავს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში შეიძლება ის წყობრიდანაც იყოს გამოსული, ან კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს ისე. თუ აქვთ ასეთი დანადგარი, აუცილებლად უნდა მოახდინონ მისი შეცვლა, ან კიდევ ერთხელ ვამბობ, კომპანიის ხელხაზე გადაამოწმონ მისი მუშაობის შესაძლებლობა.